მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს ოთხშაბათია და მე ვაჟა ოთარაშვილი, ჩემი საავტორო გადაცემით ლიტერატურა, ხელოვნება, სულიერება, ობიექტივის პირდაპირ ეთერში ბრუნდებით. ჩემი დღევანდელი გადაცემის ძვირფასი სტუმარია ბატონი ბესო ახალშენაშვილი, სტალინის ისტორიის და ჩვენი უახლესი ისტორიის მკვლევარი, რომელიც ცნობილია სოციალური ქსელიდან. იგი წიგნსაც ამზადებს, აქტიურად მუშაობს ამ კუთხით და დღევანდელი გადაცემის თემატიკაც ბუნებრივია, რომ სწორედ იოსებ სტალინის მოღვაწეობას და საქართველოს 1918-21 წლების პერიოდს შეეხება. მოგესალმები ბესო. აგიმარჯვეთ. მე სანამ გადაცემის თავარ თემაზე გადავიდოდეთ, მინდა დაბადების დღე მიულოცო ჩვენს ცნობილ მამულიშვილს და მეცნიერს ბატონ ელიზბარ ჯაველიძეს, ძვირფას აკადემიკოსს, ძვირფას მწერალს, მკვლევარს, მეცნიერს, მამულიშვილს, მხნეობა, სიკეთე, ჯანმრთელობა, დიდხანს სიცოცხლე მინდა უსურვო. ეს არის ძალიან ძვირფასი ადამიანი, თავისი საოცარი ეროვნული იდეებით, ეროვნული ხასიათით, თავისი ვაჟკაცურად და მამულიშვილურად გავლილი გზით და კიდევ ერთხელ ულოცავ ბატონ ელიზბარ ჯაველიძეს დაბადების დღეს და ღმერთი იყოს მისი მფარველი და მწყალობელი. ასევე მინდა საზოგადოებას უთხრა, რომ 10 აგვისტოს ჩვენი ცნობილი კომპოზიტორის და ასევე ცნობილი პოეტის ქალბატონ მანანა იმედაძის და ბატონ ნიკო იმედაძის ამ დაძმის წერილი დაიბეჭდება ლიტერატურულ საქართველოში. ქალბატონი მანანას წერილი, მისალოცი წერილი ელიზბარ ჯაველიძესადმი და ნიკო იმედაძის შესანიშნავი ლექსი, რომელიც ელიზბარ ჯაველიძეს ეძღვნებოდა სწორედ პირველად სხვათა შორის ჩემ ეთერში, აქ რუბრიკით ლიტერატურა, ხელოვნება, სულიერება, ნიკო იმედაძემ სწორედ მაშინ გააჟღერა ეს ლექსი, რომელიც ბატონ ელიზბარ ჯაველიძეს ეძღვნება. ასევე მე მინდა ერთი განცხადება გავაკეთო, სანამ ბატონ ბესოსთან გადავიდოდე სიტყვის ალავერც, ამ ბოლო პერიოდში ძალიან მომრავლდა თავდასხმები ჩვენს ეროვნულ გმირებზე, ისტორიულ პიროვნებებზე, ეს იქნება თამარ მეფე, ეს იქნება დავით აღმაშენებელი, ეს იქნება გიორგი სააკაძე, ეს იქნება ერეკლე მეორე პატარა კახი და ასე შემდეგ, ვახტანგ გორგასალი და ასე შემდეგ და მე გადავწყვიტე, რომ მომავალი ოთხშაბათიდან კიდევ ერთხელ თავიდან ბოლომდე ქალბატონ ეკა კვანტალიენთან ერთად, ფილოლოგიის დოქტორთან, ჩემს თანამებრძოლთან ერთად და უახლოეს მეგობართან ერთად, ჩვენ ერთად შევქმნით გიორგი სააკაძის ფენომენის კვლევის ცენტრი, თავიდან ბოლომდე კიდევ ერთხელ ჩვენს საზოგადოებას ამ ჩვენი დიდი გმირის გიორგი სააკაძის ისტორია, მისი მოღვაწეობა და ტრაგიკული აღსასრული ვაცნობოთ, მოუყვეთ დოკუმენტებით, ისე არა ზეპირად ზოგიერთი იდიოტი რო ათასნაირ სისულელეს ამბობს, ზოგი პაატა სააკაძესთან დაკავშირებით, ზოგი იგივე გიორგი სააკაძესთან დაკავშირებით, რაღაცა ყურით მოთრეულ სულელურ გადაუმოწმობილ ცნობებს არ ახუნებენ ეთერში მათ შორის და შეცდომაში შეყავთ ისედაც დაბნეული და ისედაც 9000-ად გაყოფილი ქართველი ერი. ამიტომაც თუ ვინმეს კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, თუ ვინმეს აინტერესებს გიორგი სააკაძის ნამდვილი ისტორია, მისი მოღვაწეობისა, შეუძლია დამიკავშირდეს, გნებავთ პირადში, გნებავთ ტელეფონით, გნებავთ ინტერნეტ სივრცეში და ან გაეცნოს ჩემს ტრილოგიას გიორგი სააკაძის ფენომენი და თარხანმოურავები, სადაც რეალურად გამოყენებულია 500-ზე მეტი ისტორიული წყარო და არქივი. აქ იგულისხმება უცხოური წყაროები, ქართულს აღარ ავთვლით, თორე ქართულის რო დავამატო, კიდევ უფრო მეტია, 500-ზე მეტი და შეიძლება ეხლა მესამე ტომი რო გამოვა, შეიძლება ამ წყაროებმა 1000-საც მიაღწიოს, იმიტომ რომ ქართულ ისტორიოგრაფიაში საერთოდ უცნობია ესპანური, პორტუგალიური, ვატიკანის არქივის წყაროები, მარიბროსეს ყველა რელაცია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, გერმანული წყაროები სხვათა შორის, აღარაფერს ვამბობ თურქულ და ირანულ წყაროებზე და ამიტომაც ჩვენ წყაროებზე დაყრდნობით კიდევ ერთხელ გავაცოცხლებთ ამ ბუმბერაზე ქართველის უაღრესად ტრაგიკულ ისტორიას და დიდბუნებოვან
ისტორიას, რომელმაც ქართველი ერი გადააჩინა. სხვათა შორის რადგანაც თემატიკა ეხება ასევე მეორე ბუმბერას ქართველს იოსებ სტალინს, უნდა აღნიშნოთ, რომ სწორედ სტალინის დიდი დამსახურება, რომ ქართულ ისტორიოგრაფიაში ხელახლა დაიწყო გიორგი საგაძის ფენომენის შესწავლა და სრულყოფილი გამომზევრება. აი ეს მინდოდა მეთქვა, ეხლა სიტყვის ალავერts გადავდივარ, მე უკვე გავჩუმდები ბესო ახალშენაშვილთან, რომელსაც აქ საოცარი მიგნებები, საოცარი მოძიება ამ პერიოდის მასალისა, რადგანაც 1918-21 წლები ეს ფაქტიურად მიუხედავად იმისა, რომ ისტორიულად ახლო პერიოდია, არ არის სათანადოდ შესწავლილი, უпроსტად სათანადოდ შეფასებული არ არის და ძალიან ბევრი მოღალატე ჩვენ ისტორიოგრაფიაში ატარებს გმირის მანტიას, მის სახელობის ქუჩები თუ სკვერები და ასე შემდეგ არსებობს და ის ხალხი, ვინც მართლაც ღირსი იყო, რომ ქართულ ისტორიოგრაფიაში დარჩენილიყო როგორც გმირი, საერთოდ მივიწყებულია. სწორედ აი ეს თემატიკა წამოწია ბესო ახალშენაშვილმა და სწორედ ამაზე გვექნება დღეს საუბარი. თხოვ ბესო. გაგიმარჯვეთ ჩემო ვაჟა. გაიხარე. მივესალმები მაყურებელს და საერთოდ როგორც დასაწყისში ვიახსენეთ შეტევა რომ მიდის ჩვენს ეროვნულ გმირებზე, იმ გმირებზე, რომლებზეც ფაქტიურად საქართველო იდგა, ხრებზე რომ იდგა და სწორედ ეროვნულმა თვითშეგნებამ იმ ხალხის მოგვიტანა დღემდე დღეს იმ ხალხს ებრძვიან და პირდაპირ იმასაც აცხადებენ ეგერ რომ უნდა თურმე გორში სტალინის სახლ-მუზეუმი უნდა დავანგრიოთ, იმიტომ რომ იოსებ სტალინი თურმე ებრძოდა ეკლესიას, ებრძოდა მართლმადიდებლობას, რელიგია მისთვის და მით უმეტეს აი აქედანვე უკვე ჩანს როგორი გაუნათლებლები არიან და უვიცები. ბევრი მქონდა მოყვანილი ფაქტები და ეგერ ჩემ Facebook-ზე ხშირად ვდებ მაგ მასალებს და დოკუმენტური მასალებს ვდებ, სხვათა შორის იმისას, თუ როგორი რა იყო რეალური ისტორია, სინამდვილე რაც იყო და არის დოკუმენტური კადრებით ყველაფერი. არ შეიძლება ადამიანს 7 მილიონი ადამიანი მიაცილებდეს უკანასკნელ გზაზე, ცხოვრების უკანასკნელ გზაზე. პატრიარქები, სამღვდელო სასულიერო პირები ასეთ პარაკლისებს უხდიდნენ და ქრისტიანულ წესს რა თქმა უნდა და ოფიციალურად ეს ყველას დასანახად ხდებოდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ის ადამიანი უცბად შენ მოდიხარ და მეუბნები რომ ეკლესიას დევნიდა და ის უნდა დავანგრიოთ მისი სახლ-მუზეუმი. ნუ ჩაიხედეთ ცოტა ისტორიაში და ძალიან გთხოვთ, ნუ გამოხართ ვიღაცის ტიკიტომრები რა, წამოკიდებული ტიკიტომრები ნუ იქნებით, იმიტომ რომ მასხრად იგდებთ თქვენ თავს. თქვენ გამოდიხართ პირდაპირ თქვენ რაჟას არჩიმელიას და ბოდღოყვალთავას და იმათ როლში წარმოდგენა რომ არა გაქვთ და თავის ჭკუაზე რო გატრიალებენ სულ ყველანი. აი ეგ კატეგორიის ხალხი ხართ, მუშნი ზარანდია, სად ვარიანტი, აი ეგ ვარიანტი. როდესაც საითაც გაგიღებდათ ხელს, იქით ვაკეთებინებ და ყველაფერს. ახლა რო არ გამიგზელდეს მე ჩემი სათქმელი, მე მაქსიმალურად ვცდები რომ დროში ჩავეტიო და ახლა რა მინდათ იცით, პარალელებს ვავლებ მე ყოველთვის იმ საჩოთირო საკითხებზე დღეს რაც საზოგადოებას აწვალებს ყოველთვის. აი მაგალითად ნოეს პერიოდში, როდესაც მისი ქუჩა გვაქვს, მისი სახელობის, მოიხსენიებთ იმ ადამიანს, რომ თურმე პირველი დამოუკიდებელი სახელმწიფოს რაღაც სულის ჩამდგმელი მამამთავარი და რომ არა ნოე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და 1821 წლების საქართველოს ოხთავისუფალი საქართველო და ასე შემდეგ და რას გვერჩოდა სტალინი და რა შემოიყვანა წითელი არმია, რატომ შემოვიდნენ აქ, ხო ვიყავით კარგად, ხალხო კარგად მომისმინეთ, კარგად კი არ ვიყავით ერთი გაუბედურებული საზღვრებ დაუდგენელი ტერიტორიის ნაგლეჯი ვიყავით. არანაირი ელთა ლიგის მიერ ცნობილი და არც არაფერი აღარ მოყვები ხარ. არა, უარი უთხრა ელთა ლიგამ. გააგდეს საერთოდ. 1900 წელს მასხრა დაიგდეს. არც მოусმინეს, დიახ. მასხრად იქნა აგდებული ჩვენი ჩასული დელეგაცია იქ. მე ახლა რახან ამაზე წამოვიწყდა პარალელებს ვავლებ. მე მინდა აი ცოტა დიდხანს ვაჩვენებთ კადრში უშუალოდ იმას მივაქციოთ ყურადღება იოსებ სტალინმა ჯერ კიდევ გაგანია ომის პერიოდში 44 წელს წამოუყენა პრეტენზიები ჩვენ 10 საუკუნოვან სელჩუკთა მოდგმას თურქეთს და 46 წელს უკვე ოფიციალურად იყო წარდგენილი უდიდესი პრეტენზია თუ რა ტერიტორიას აგერ რუკაზე არის 40,000 კვადრატული კილომეტრი
გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება და მოღვაწეობა რაც იყო იმ კაცისა 103 წლის კაცი იყო ის გრიგოლ ხანძთელი, როდესაც ამ ცხოვრებიდან წავიდა და ერთი ყავდა მეორე აკაკი შანიძე, რომელმაც უდიდესი ქართველები საუკუნეს მიაღწიეს და დააფიქსირეს. აი თურქეთის მიერ მიტაცებული ეს არის ჩემო ვაჟა მიწაწყალი. კი ამერიკელების მიერ რომელიც დადებული რუკა ეს პოლიტიკური რუკა თვითონ ამერიკელებმა დადეს 1946 წელს ოფიციალურად წერია იქ საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ტერიტორიების პრეტენზიები არის წამოყენებული თურქეთის მიმართ 46 წელს უკვე ოფიციალურად ედო სტალინს სადაც უკვე თავისი იქ რაიკომის მდივნების ყავდა დანიშნული ვინ უნდა ყოფილიყო რა უნდა ყოფილიყო და ეს რომ ეს ჩვენმა ოკეანის გადაღმა დიდმა მეგობარმა იყნოსა სასწრაფოდ შეათრიეს თურქეთი ნატოში მიიღეს რომ უკვე ძალიან დიდი სოლით იყოს თქვენ წარმოგიდგენიათ 40000 კვადრატული კილომეტრი ესე იგი მთელი ტრაპიზონის იმპერია თამარის დროინდელი საქართველოს ის არის მთელი გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება და მოღვაწეობა 70 ტაძარზე მეტი არის ხალხი. კაბადოკიას ქართული შავი ზღვა ალყაშია ფაქტიურად მოქცეული. იმხელა ტერიტორიას ვიერთებდით. მაგრამ ეგერ ამერიკა 200 ბომბი უნდა ჩამოვარდნილიყო ატომური ბომბი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, 3 უშუალოდ საქართველოში, თითქოს ერთი არ გვეყოფოდა ხიროსიმას და ნაგასაკას 2 ბომბი. ჩვენს 3 ბომბით უნდა დავეჯილდოვებინეთ, იქნებოდა ეს შემდეგ თბილისი, ქუთაისი და ბათუმი. აი ასე დაემუქრა ფაქტიურად საბჭოთა კავშირს თორე აი ეს ტერიტორიები გადმოდიოდა საქართველოს მფლობელობაში თურქეთს ფაქტიურად დაცლილი ქონდა უკვე ტერიტორიები დღე-დღეზე ეროდნენ იქ სტალინის საბჭოთა ჯარების შესვლას და საქართველოს უნდა ყოფილიყო აი ამ ტერიტორიებით მიერთებული უკვე რამხელა ტერიტორიებს ვიერთებდით თავის არა კი არ ვიერთებდით ვიბრუნებდით ისტორიულ ტერიტორიებს ჩვენი მიწაწყლისა ქართული მიწაწყლისა სადაც დღესაც ჩვენი ქართული კულტურის და ისტორიის ძეგლებია იქა კაცო ის დოლისყანა პარხალი შატბერდი ხანძთა ოშკი ესენი ბანა იქა აი ამას ვაჭერთ ამ ამერიკელების შედგენილი რუკაზე ფათაშორი ეს არ არის ეს სპეციალურად მოვიტანი ამერიკელების შედგენილი რუკა რო აქ რო ყოფილიყო რუსული წარწერებით ან ეს მოგონილია ამერიკელების დადებულია ოფიციალურად თურქობას უთხრეს რას ითხოვს სტალინი შენგან და მიაწოდეს აი მხელა ტერიტორიას ოფიციალურად ითხოვდა სტალინი საზღვრები ჩვენ თუ გინდა კეთილმოზღვრული ურთიერთობა კონდეს საქართველოსთან მიმართებაში საზღვრები უნდა გადაისინჯოს ეს პირდაპირ წამოუყენა იოსებ სტალინმა პრეტენზიად და აი ეს ტერიტორიები მოითხოვა აი ეს ტერიტორიები მოთხოვნილი იქნა აი ახლა მე რატომ გავაკეთე ეს ყველაფერი ნოე ჟორდანიას ეს თავში აზრად მოუვიდოდა გამორიცხული აი ნოე ჟორდანიას და მის მენშევიკურ ხროვას რასაც ქვია აი ეს ცუდი სტალინის ეკლესიებს რო გინგრევდა თურმე და მიწასთან რო ასწორებდა ყველაფერს იმას რო თავში აზრად მოუვიდა ჩვენს თავისუფალ საქართველოში 18-21 წლების ჟორდანიას მენშევიკურ საქართველოში რომელიმე იქ ხელისუფალს მოუვიდოდა თავში აზრად ნოეს მოუვიდოდა ეს თავში აზრად რომ წამოეყენებინა თურქეთისთვის პრეტენზიები. ეს ხო ისეთი ეს ზღაპრები კი არ არის, ეს არის რაღაცა ადამიანს რო დაგეძინოს და სიზმარში კიდევ სიზმარი რო ნახო. აი ასეთი დონე არის. ახლა ტერიტორიების მოთხოვნა კი არა თურქების მიმართ. ეგერ აი ახლა მე მინდა მადლობა ოპერატორს და მინდა მეორე კადრი ვაჩვენოთ. გემ ერნესტ რენანი სამხედრო გემი საფრანგეთისა აი ეს შოთაშორის ეს არის უნიკალური კადრი ჩემო ვაჟა აი ეს გემი პირდაპირ იმ დროს არის გადაღებული როდესაც ბათუმში ბათუმის პორტშია მისული აი ამ დროს აი ამ პერიოდში იტვირთებოდა ჩვენი საგანძური აქ აი ამ გემზე 820 ეკიპაჟიანი გემია 159 მეტრის სიგრძის აი ამ გემზე იტვირთებოდა სწორედ ჩვენი ქართული საგანძურის 258 ესე იგი ნოე განძიყლაპია მაგ აეტანა ის ხუთები აი აქ სადღაცა სტრიალებდა ნოე იმ დროს მთელი მენშევიკური მთავრობა და სხვათა შორის იოსებ ელიგულაშვილი რომელიც იყო პირდაპირ მომლაპარაკებელი ფრანგულ მხარესთან და იყო აბელ შევალიე ფრანგული მხრიდან რომელიც იყო კომისარი კავკასიის საკითხებში მაგათ შორის პირდაპირ კომერციული გარიგება დაიდო რა თქმა უნდა ჟორდანიას დავალებით და ნუ გამოვრიცხათ აქ ოლივე ლუორდროპის
ძალიან დიდ როლს ჩვენი საგანძურის გატანაში, აი ამ გემზე იტვირთებოდა ჩვენი ქართული საგანძური. როდესაც ვიძახეთ ჩვენ რომ კი მედგარი წინააღმდეგობა მოხდა იქ თურმე წითელ არმიასთან შემოსვლისას კოჯორტაბახმელასთან ბრძოლები ეს ყველაფერი რომ არ მომხდარიყო ჩემო ვაჟა ეს ბრძოლები ეს ყველაფერი იქნებ წითელ არმიაში ჩაესტრო და ამ გემისთვის აღარ გაეტანებინათ ის ქართული საგანძური როგორ დათური სამსახური გაგვეწიეს იმ დროს შეუგნებელი არ იცოდა იმ ხალხმა იმ ბიჭებმა იმ იუნკრებმა არ იცოდნენ თუ რა დღეში იყო საქართველო რა ხდებოდა რეალურად მისცეს ფაქტიურად მენშევიკურ ამ აფთრებს საქართველოდან გატანის საშუალება რომ განძი გაეტანათ ქვეყნიდან და ფაქტიურად ვერ ჩაუხსრეთ გავიდა პორტიდან ეს ის გემი შემდეგ ეს ყველაფერი როდესაც ხდებოდა ეს ყველაფერი და დაფიქსირდა აქედან გატანა სანამ აქამდე მოხდებოდა ეს ასე ვთქვათ გემზე დატვირთვა და პათუმის პორტამდე მიტანა და სულ ყველაფერი მოხდა მე მინდა ახლა ზეპირად ვიცი ეს სულ ყველაფერი მაგრამ მინდა არა ჩემი სიტყვებით გადმოვცე არამედ მე მინდა უშუალოდ საქართველოს იმდროინდელი კათოლიკოს პატრიარქის როდესაც კირიონი დაიღუპა და უბრალოდ მოკლეს კირიონ მეორე ლეონიდეს ლონგინოს სოლომონიძე ოქროპირიძის უშუალო მიმართვა ნოე ჟორდანიეს მიმართ 10 თვე ახვეწია კაცს რომ შეხვედროდა და პასუხი გაეცა პატრიარქის თხოვდა ნოე ჟორდანიას 10 თვის განმავლობაში პასუხი გაეცა იმაზე რომ რის საფუძველზე რატომ მოხდა ეკლესიებიდან რატომ მოხდა ჩვენი ეროვნული განძის გატანა ნოე ჟორდანია პასუხობდა ასეთ სულელურ რაღაცას რომ არ არისო ადგილიო ხატების ჯვრების სხვადასხვა სიწმინდეების ეკლესიაში ყოფნის ადგილი არ არის არ უნდა ინახებოდეს ეკლესიაში ამას რა უნდაო გაგიჟდა კაცო კათოლიკოსი გაგიჟდა აბა სად უნდა ინახებოდეს ხატები სად უნდა იყოს ჯვრები სად უნდა ეთოს სანთელი სკანდელი ეკლესიაში თუ ამას ჩვენ მოუძებნით თუ ეკლესიას ეს არ ეხება სახელმწიფოს ჩვენ ვერ შევქმნითო ჟორდანიამ უთხრა და აქედან გამომდინარეო ჩვენ ვიცით ჩვენ მივიცემთ ბინასო ჩვენ დავაბინავებთ აი ახლა ჩემო კარგო მე არ მინდა მე სიტყვით მინდა ვაჟა ჩვენი პატრიარქის ყოფილი პატრიარქის რა თქმა უნდა ლეონიდეს 18-21 წლებში 2 წლით იქნა სახელდახელოდ არჩეული იმიტომ რომ ასე თქვა ვაკანტური იყო ადგილი იმიტომ რომ კვლელობის შემდეგ კირიონის შემდეგ ვიღაცა უნდა ყოფილიყო პატრიარქი სწორედ ამის შემდეგ მოვიდა ლეონიდეს მერი ამბროსი ხელაია ხო და როგორ მიმართა ჟოეს სიტყვით მე ვიტყვი ამ სულ ყველაფერს 1919 წლის 22 ივნისი იყო როდესაც დიდი დავით არაბა შეხლა შემოხლა ამ ხნის მანძილზე პასუხი არ აღირსა ბოლო მივიდნენ ჟორდანიასთან მიეჭრნენ იმას საკნეს და ეუბნება ასეთ რაღაცას ტელეფონოგრამით პირდაპირ მის სიტყვებს ვკითხულობ როგორც მიმართა პატრიარქმა იმდროინდელმა ნოე ჟორდანიას ტელეფონოგრამით რომელიც თქვენი სახელით გადმომცა ტრიფონ მიხელიძე ჯაფარიძემ ეს იყო საქართველოს საისტორიო საეთნოგრაფიო საზოგადოების ქუთაისის განყოფილების უფროსი იმ დროს ნოემბრის 26 თქვენ მითვლიდით რომ დღეს ან ხვალ ქუთაისიდან დაბრუნდება ჩემი რწმუნებული და მაშინ დაწვრილებით გეცოდინებოდათ გელათის ამბები დღეს დეკემბრის 5-ს თქვენი რწმუნებული კარგახანია დაბრუნდა და თბილისშიც იმყოფება მაგრამ მე მაინც ღირსი ვერ გავხდი თქვენგან აღთქმული ცნობების მიღებისა დღეიდან ეს ცნობები აღარ მჭირდება მე უკვე მივიღე სრულებით საიმედო წყაროდან საჭირო ცნობები მთელი სისრულით ვცდილობ მივხვდე რომ რამ გაიძულათ თბილისიდან რწმუნებულების გაგზავნა გელათში მონასტრის განძეულობის გადმოსატანად ვერ გამიგია ვერ მიმხვდარ ვარ ვერ გარკვეულ ვარ ეს რა ჩაგიდენიათ და როგორ აგიყირავებიათ ყველაფერი უეჭველია თქვენ მიმითითებთ სოციალ-დემოკრატების გაზეთებში მოყვალინ ცნობაზე გელათის მონასტრის ვითომ და ბერებისაგან გაძართვის შესახებ მაგრამ ეგ საბუთები არ გამოგადგებათ რადგანაც დღეს ჩვენში 3 წლის ბავშვმაც კი კარგად იცის რა ღირებულებებისა და სულის მატარებელი ეშმაკიცა ხართ პირდაპირ უთხრა ესე იგი კათოლიკოს პატრიარქი კაბინეტში ეუნება ყველაფერს ნოე ჟორდანიას რომ ეშმაკი ხარო რა რა სულის მატარებლის ეშმაკიცა ხართ ო ნუ და რა
სისწორის ცნობებსაც აბეჭდინებთ ეკლესიებზე. ნუ თუ ჩემი მდგომარეობა როგორც საქართველოს მთელი მორწმუნე მოსახლეობის მამამთავრისა და დროული საზოგადო მოღვაწისა, საბუთია თქვენთვის იმისი, რომ არაფერი ანგარიში არ გამიწიოთ, ჩვარვით მთელოთ და ჩემდა სრულებით დაუკითხავად, ზიდოთ ტომრებით თქვენს ძირგავარდნილ ხაზინებში, ვითომ და დასაცველად სასწაულმაქმედი ხატები, ჯვრები, წმინდა ნაწილები, შესამოსლები, ბარძიმ ფეშხუმები და სხვა უარამი საგანძური ქართველი ერისა. არც სიცოცხლე, არც გონება და არც მორწმუნე ერისაგან მინიჭებული უფლებამოსილება ღვთისმადლით ჯერჯერობით არ დამიკარგავს და ვერ გამიგია, რომელი უფლებით გინებებიათ საქართველოს ეკლესიის საჭეთმყოფლის კვერთხის აღება ხელში და ბრძანების გაცემა. ასეთი რამეების გაზიდვა გელათის მონასტრიდან, რომელიც წინაშე მორწმუნენი მუხძიყრიან, წმინდა სამთელს უნთებენ, თუ ეხებიან მარტო მხოლოდ და მხოლოდ დიდი კრძალვა მოწიწებით, ამბორის ყოფით, ისიც სამღვდელთ პირთა დახმარებით და რა სხვა რომელიმე სახით. ეს სუფთა მე-19 საუკუნის კაცის მიმართვით ეუნება ამ იმას. განა თქვენ გქონდათ ან დღეს გაქვთ იმის საბუთი, რომ შეიარაღებული მილიციონერების რაზმით შეჭრილიყავით მონასტერში ცნობის მიუცემლად და სრულებით დაუკითხავთ ქუთაისის ეპარქიული მწყეს მთავრისას, რომელსაც ასეთი თქვენი საქციელით პატივისცემას უკარგავთ და საზოგადოების თვალში ისახავთ ნდობა დაკარგულ საეჭო პირად. თქვენ შეუფერხებლად შეეხეთ და შეურაცხავით მორწმუნეთა სინდის იმ ხალხისა, რომელიც ეკლესიის ეზოდან გამოსული ფეხს იბერტყავს, წმინდა ადგილის მტვერი არ გამყვესო. რომელიც ეკლესიის ეზოში ნაპოვნ ლურსმანს ხელს არ კიდებს, ღვთისა არისო. დღეს თქვენ აბუჩად აიგდეთ, როდესაც სალოცავო და სათაყვანო წმინდა ნაწილები ტყემლის ყლაპების ყუთებში ჩააყრევინეთ. გახსოვთ მე ადრეც თქვენ ემალისა და სარყეფაბებში და რა ხარუხით ეს გაუფიცნაბიერებელი ხეპრე მილიციონერები, რომლისთვის აწვდი ჯართის ფასი რო იყო ეს ყველაფერი, ჩხარაჩხურით ყრიდნენ იმ ყველაფერში. და ეს ყველა პირდაპირ უთხრა. ეშმაკიც კი უწოდა. იმიტომ ისჯება რა ერიმერე რა. განა ეს თქვენის მხრიდან სხვისის ცინდვისის შეგინება არ არის. ნუ თუ თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ ამგვარ პროფანაციას მორწმუნე ქართველობა აპატიებს და შეარჩენს ვინმეს, გელაჩი დანთებულია თქვენგან ისეთი ცეცხლი, რომელიც თუ ახლავე თქვენივე ხელით არ ჩააქრეთ, სულ ჩქარა ცაში ავარდნილი გრანდიოზული ჭიაკოკონა წითლად შეღებავს მთელ საქართველოს. გულის სისხლის მეწურება, როდესაც ვითვალისწინებთ თქვენგან ჩადენილი ფაქტის შესაძლო სავალალო შედეგებს და სამშობლოს სახელით მოგმართავ. ნუ გაიტანთ გელათიდან საეკლესიო ნივთების გამოტანის ამბავს ფართო საზოგადოებაში. კიდე ამას წმენდა ნამუს ნოეს და კიდე ამას ეუბნება. კიდე ამას ეუბნება, ისევ შენ სახელს უბრთხილდებიო. ისევ ქვეყნის იმიჯს უბრთხილდები. შენ ხო ქვეყნის იმიჯი ხარ, ხელისუფლება ხარ, ქვეყნის სახე ხარ. და პირადად კაბინეტში ეუბნება ამ სულ ყველაფერს. მე უყურეთ ეს ხეპრერებს პასუხობს ეს ლენჩი ნერვების მოსაშილები რაღაცა. და ამისი და ჟორდანიას სახელობის სანაპირო გაქვს და ქუჩები და ზეიმობთ 26 მაისს. წარმოგიდგენია? დამოუკიდებლები ყოფილოთ მაშინ, ხო? ინებეთ უკანვე მიბრუნება მონასტერში განძეულობისა და ყველაფერი თავისად მიჩუმდება, თორემ იცოდეთ. სამსებით გამომჟღავდება ხალხში თქვენი განკარგულება, რომელიც ნავთის ტბაში ანთებული ასანთის გადასროლა იქნება. თუ გელათის მონასტერს არ დაუბრუნდება მისი საკუთრება, ვერც მე შემიძლია გაჩუმება და იმ შემთხვევისათვის ვიტოვებ მოქმედებათა თავისუფლებას. თქვენთვის უცნობი არ არის წმინდა წყლის ქართული დიდი მოთმინება და მოკრძალება. არასოდეს ამ ენითა და კილოთი ამილაპერაკნია თქვენთან, მაგრამ ამ ქვეყნად ყველაფერს საზღვარი აქვს. უკანასკნელი საქციელი თქვენ შარაზე დასვით, ყოფნა არ ყოფნის საკითხი ქართული ეკლესიისა, რომლისოდაც ერთ წამსაც არ მსულ სიცოცხლე და ასეთ შემთხვევაში ჩემი გაჩუმება იქნება წინაპართა სულთა ღალატი. თქვენგან უმართებულად უფლება აყრილი შეურაცხყოფილი კათალიკოს პატრიარქი ლეონიდე 1920 წლის 14 მაისი. წარმოიდგინეთ 10 თვე, როგორც გითხარით, პასუხი არ ეღირსა და იმიტომ მივიდა აი ამ წერილით, აი ამ მოთხოვნით. ესე იგი ფაქტიურად ნოე ჟორდანიამ გააძარცვინა უდიდესი სულიერი ქრისტიანული კერა გელათის მონასტერი. წარმოგიდგენია? შემდეგ უყურეთ, ჩემო ვაჟა, როდესაც მივიდნენ ეს ყველაფერი რო უთხრა, ნოემ ეს თავისთავად არ იმასაკნა, ეხლა რა ხდება? ბატონო ნოე, 4 კაცით იყო ეს საწყალი მისული ეს კათალიკოსი.
აი იცი რა მაგონდება ხოლმე ხშირად აი ამ მასალას რო ვიძიებდი უცბად გამახსენდა ჩვენი სულხან საბაურბელიანის თხოვნა მუდა რა ევროპის კარზე რაღაცას თხოვდა რაღაცა რეუნებადაო და დახმარებაზე როგორ იმას ზუსტად ასე გაუხადეს სამათხოვრო საქმე კათოლიკოს პატრიარქს თავის ქვეყანაში და ქვეყნის პირველ პირს ემუდარება ეკლესიებს ნუძარცო და ნუგაგაკაკედან ისინიო ეკლესიური ქონებაო აი წარმოიდგინეთ რა რადონემდე მიიყვანეთ და ჩვენ დღეს თურმე იმ დროს საქართველოს სტალინი რო შემოჭრილა თურმე ეს არის 1919 წელი წარმოიდგინე ხო იქ ჯერ არავინ არ არის აქ შემოჭრილი მაგრამ ეს ძარცვავს ეკლესია მონასტრებს მე მინდა დავძინო რომ როგორც კი ნოე ჟორდანიას ხელისუფლება მოვიდა სათავეში ერთ-ერთი პირველი დეკრეტი რაც გამოსცა ეს იყო რა ქვია მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორიის სწავლება აკრძალა და რელიგიის სწავლება აკრძალა სკოლებში ეს ერთი რომლის თაობაზე სხვათა შორის სწორედ გააკრიტიკა ლეონიდე ოქროპირიძე მაშინ კირიონი იყო ისა პატრიარქი და ლეონიდე იყო აფხაზეთის ეპისკოპოსი და გააკრიტიკა რომ შენ ქრისტეს მტერი ხარო და ქართული ეკლესიის მტერი ხარო და დაწყევლა სხვათა შორის უფრო მეცაც გეტყვით კაცო პირდაპირ მიუთითა რომ ეკლესიაში არ დაგინახოთ მისული საერთოდ მიხვალთ რომელიღაც განყოფილებაში იქ წვილი მოაწერთ ხელს და მორჩა საკმარისია ხო ჯვრისწერა ეს არის თქვენი ჯვრისწერა ანუ ფაქტიურად საქართველოს 17 საუკუნოვანი ქრისტიანული ტრადიცია ეკლესიაში ეს ჟორდანიამ გადახაზა მე მინდა დავსწინო რომ ჩვენთან სწორედ გპ ტექნიკურ უნივერსიტეტში თეოლოგიის დეპარტამენტზე დაცული იქნა აი წელს 2 თვის წინ ბრწყინვალე დისერტაცია ქალბატონ ლელაძისა სწორედ აი ამ ჯვრისწერის აქტთან და ამ ყველაფერთან დაკავშირებით ეს ისტორია დეტალურად არის მოყვანილი რომ პირველად ესე იგი აი ჯვრისწერის ეს მომენტი როგორც ოფიციალური იურიდიული სამართლებრივი დოკუმენტის მქონე სამართლებრივი ძალის მქონე პროცესისა აკრძალა იმან დაქვია მეშევიკურმა მთავრობამ ანუ ჯვრისწერა აკრძალა მეშევიკურმა მთავრობამ ამაზე მეტი რა გინდა ერთ-ერთი საიდუმლო ხო და ქრისტიანული საიდუმლო თურმე სტალინი ეკლესიებს ესენი აშენებენ წარმოიდგინე რა ახლა აი იმიტომ ეს ყველაფერი არის მიჩქმალული არ იცის არც მომავალმა თაობამ არც საზოგადოებამ არაფერი შემდეგ ეუბნება ასევე რომ ბატონო ნოე ნიკოლოზის ძე თქვენთან წინ დგანან საქართველოს თავისუფალი და დამოუკიდებელი ეკლესიის თავი ამ ეკლესიის მუდმივი და საღვთო კრების წევრები და ამ 3 დღის წინათ დასრულებული მცხეთა თბილისი ურბნისის საეპარქიო კრების დელეგატთა წარმომადგენლები ამ შემადგენლობით მოვედით თქვენთან იმ მიზნით რომ გაგიმეოროთ ჩემს საეკლესიო უზენაესი ორგანოს და ქუთაისის მღვდელმთავრის დაუკითხავად თქვენს რწმუნებულს გადაუზიედია გელათიდან ქუთაისის ხაზინაში ვითომ და ვინმესგან დასაცავად ჯვრები, ხატები, წმინდა ნაწილები და სხვა 25 ნოემბერს ტელეფონოგრამით გთხოვეთ განკარგულება ნივთების უკანვე დაბრუნებისთვის. ის ყურად არ იყო გამიგე? არ მაინტერესებს და იგივე სათხოვნელად მივიდა ისე კაცი. რომ დამოუკიდებელი ეკლესიის სახელით მოგეთხოვა თქვენი რწმუნებულის მიერ გელათის მონასტრიდან წაღებული ნივთების უკან დაბრუნება. თქვენ აღმითქვით დაკმაყოფილებული პასუხი მოცემა რწმუნებულის დაბრუნების შემდეგ, მაგრამ მე ასეთი რამ არ მიმიღია, თუმცა თქვენი რწმუნებული დიდი ხანია დაბრუნდა თბილისში. ამის გამო მე გიცხადებთ უღრმეს გულისწყრომას და უსასტიკეს გაკიცხვას. შემდეგ ნოეს ასეთი რამ უთქვია მისთვის. საქართველოს ეკლესია დამოუკიდებელი და თავისუფალი არ არის. ჩვენ ვერ შევქმნით სახელმწიფოში სახელმწიფოს, რაც შეეხება საეკლესიო ნივთებს, ისინი შეადგენენ სახელმწიფოს საკუთრებას და არა ეკლესიის წარმოებას. წარმოგიდგენია. და სახელმწიფოს საქმეა თუსად შეინახავს მათ. უნდა იცოდეთ, ვისთან მიდიხართ. აქეთ დიდგულზე იყო. მე როგორც მთავრობის თავმჯდომარე ვერ მოვისმენ ამ კილოთი ლაპარაკს და გულისწყრომას. მე ვწყვეტ ამ სხდომას. წამოხტარა ეს სულელი ეს გიჟი. წყვეტ ამ სხდომას. ნუ პასუხი რა უნდა გაეცა? აი რა უნდა ეთქვა ახლა იმის ვიდრე წყვეტ სხდომასო. პატრიარქმა უთხრა, თქვენ უფლება გაქვთ ციხეშიეთ ჩამსვათ. მე ვასრულებ ჩემს საღვთო მოვალეობას. ჩვენ მხოლოდ ის გვინდოდა გაგვეგო, რომ საეკლესიო ნივთებს თურმე თქვენ სთვლით სახელმწიფო საკუთრებად. შვიდობით ბრძანდებოდეთ. ამ შეტყვი გამოუხურა კარები, წამოვიდა იქიდან ლეონიდე და დაეშვებულა სიონის ეკლესიისკენ შემდეგ. ესე იგი წარმოიდგინეთ ვაჟა
შემდეგ გამოდიან სტალინი გამოყავთ რაღაც უზარმაზარ ურჩხულად და ამბობენ რომ თურმე ხშირად მოუწერიათ ხოლმე რომ აი რას გვერჩოდაო და რა გვინდა უნდა და ხალხო რას გერჩოდათ კი არა რატო არ ილოცეთ რომ დროულად მოხდა საქართველოს გასაბჭოება დროულად მოხდა და რომ არა იოსებ სტალინი ვერც იმ 48 წუთს დაიბრუნებდით ვერც იმ ის რაც შეჭამეს ვერც იმას ვერ დაიბრუნებდით მე უდიდეს პატივს ვცემ 16 თაყაიშვილს განსაკუთრებულად დიდ პიროვნებას საქართველოს ისტორიაში მაგრამ ეროვნული განძის მცველი იყო იოსებ სტალინი იოსებ სტალინის გარეშე ვერც ვერავინ ვერაფერს ვერ გახდებოდა ვერც 16 ნუ ესენი მუქთამჭამბელები იყვნენ თავისთავად რომელზეც ელაპარაკი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ იოსებ სტალინის დავალებით ლავრენტი ბერიამ შექმნა შემდეგ NKVD-ში სპეციალური განყოფილება რომ გადახდილი ყოფილიყო და შენახული ყოფილიყო ბანკის ვალი რომელსაც ეს არანორმალურების მუქთამჭამელები ვეღარ იხდიდნენ ანუ ყოველ წელიწადში უნდა შეეტანათ 2500 ფრანკი შენახვის საფასური ამ ღორებმა ისე გაღორდნენ და არაფერს რომ არ იკლებდნენ იქ და ფეხი-ფეხზე შემოდებული რომ ცხოვრობდნენ ის გადასახდელი თანხაც ვერ შემოინახეს და ბანკმა ყადაღა დაათო ის ფურცელი ფარატინა ფურცელი რომელზეც იქ იყო ჩამოწერილი თურმე საქართველოს საკუთრება იყო ეს განძეულობა და რაღაც ამ ყველაფერმა დაკარგა თავისი საფასური თავისი ძალა და ოფიციალურად გამოცხადდა საფრანგეთის კუთვნილებად და უშუალოდ იმ კერძო ბანკის კუთვნილებად გამოცხადდა ჩვენი ქართული საგანძური მერე როდესაც დაინახეს უკვე სტალინმაც კარგად გაიგო ეს ყველაფერი და რაც ხდებოდა როგორც ხდებოდა და სპეციალური განყოფილება შეიქმნა ჩუმად იხდიდნენ ასე ვთქვათ იმ ბანკის ვალს ყოველ დღე ყოველ წელიწადს იყო შესატანი 2500 ასე იხადეს ის რომ არ გაყიდულიყო ჩვენი ქართული საგანძური და არ დაკარგულიყო და ესე იგი საფრანგეთში 1932 წელს გაუქმდა ემიგრაციული მენშევიკური მთავრობა მარსელის ბანკში პირდაპირ ოფიციალური დოკუმენტია შენახული ქართული საუნჯის მეპატრონის მფლობელაზეზე გაცემული დოკუმენტი რის გამოც 1934 წლის 8 მაისს საფრანგეთის სასამართლომ რეფერენს განაჩენის საფუძველზე გაუქმა ემიგრანტული მთავრობის კუთვნილი განძეული ხოლო განძი სასამართლოს საფრანგეთის რესპუბლიკის საკუთრებად უღიარებია როგორც უკვე უპატრონო ქონება და იგი სხვა ქონებასთან ერთად სახელმწიფო მოხელესთვის პიერ შოდონისათვის ჩაუბარებია ანუ კაციც გამოუყო ხო რა თქმა უნდა ფლობელი გახდა ვიღაც ფრანგი პიერ შოდონი მილიარდელი იმდროინდელი და აი ასეთ სიტუაციაში ყოფი საქართველო რომელიც ფაქტიურად ეგერ თურქობა ცალკე გლეჯავდა ინგლისელები ცალკე რომელიც საქართველოს ფაქტიურად ახალ ინდოეთს უწოდებდნენ და აქედან მარგანეცი გახონდათ დიდი უზარმაზარი რაოდენობით და ქართული მარგანეცი სოფლიოში საუკეთესოა ფოლადის დამზადებისთვის რადგან ხარისხი ეხლაც იგივე არ ხდება ეხლაც ესე იძარცვება საქართველოს როგორც 20-იან წლებში რა ამ ფოლადი მზადება რაღაც უნიკალური რომ ესე იგი ანალოგი არ გააჩნია სოფლიოში ეგერ პირველი მერცხალი მაინც არ აქვს ნანახი დოდოაბაშიძე რო ეძახით გემზე რო ტომბრებით მარგანეცს რო აზიდინებენ იქაც კი არის კადრები შერთული რეალური ისტორია იქ დაფიქსირებული და ტომბრებით რო ეზიდებიან პირველი მეცხალის თუ იმის ისინი რა ქვია ფეხბურთელები რო ტვირთავენ გემზე მაგიმას და გროშების საფასურად რო არაფრის საფასურად ფაქტიურად იძარცვებოდა და ნარდგურდებოდა საქართველო ეგერ თურქი ასკერები შემოსულები იყვნენ უკვე მთელი დასავლეთ საქართველო აღებული ჰქონდათ მე წეგან ტყუილად კი არ ვაჩვენე ეგ რუკა ესეთი აზრი მეუვიმეს მოუვიდოდა თავში მეთქი თურქი ასკერები შემოსულები იყვნენ საქართველოში უკვე ბორჯომამდე იყვნენ შემოსულები და აქეთ მოდიოდნენ და აქეთ მოიწევდნენ უკვე ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ გასაბჭოება რომ არ მომხდარიყო საქართველოს რა უნდა ექნა ვისთვის და როგორ უნდა გაეწიათ წინააღმდეგობა არ შემოვიდა არ მოხდა გასაბჭოება ქართველი არის პირველ რიგში დაუდგებოდა ფიზიკური არსებობა ყოფნა არ ყოფნის საკითხი
რომელ სულიერებაზე, რომელ ეკლესიების ძარცვაზე, რომელ პატრიარქის თხოვნა არ თხოვნაზე რომ იქ არ გატანილიყო თუ გამოტანილიყო ეკლესიის ისინი ძვირფასი საუნჯე მაგაზე კი არ იქნებოდა საქმე. საქმე იქნებოდა მისული ქართველი ერის ყოფნა არ ყოფნაზე. აი მაგიტომ მოახდინა იმ კაცმა სწორედ საქართველოს გასაბჭო. დღეს ძალიან დამრუშხულები არიან მაგაზე, მაგრამ საქმე რაშია ცით ჩემო ვაჟა ქართველი ერის სახელით ლაპარაკობენ ეს კედიე შთამომავლები ეს მძარცველთა ხროვა იმდროინდელი ელიტა რო ერქვა და ეს ყველაფერი ლაპარაკობენ ქართველი ერის სახელით რომ იმიტომ რომ შენ უბრალოდ ნამუსმა შეგაწუხოს და კრინტი ვეღარ დასწრა რომ თურმე როგორც ცუდად მოქცეულა იოსებ სტალინი რომ შემოუყვანია თურმე აქ წითელი არმია მე-11 არმია ანუ ის კი არა რომ ჩვენ რა ჩავიდინეთო ნახეთ იმან რა ჩაიდინაო გაგვასაბჭოაო თავისუფალი იყო მაშინო საქართველოო და ამიტომ ჩვენი საზღვრების ხელშეუხებლობა და ისინიო როგორ შეიძლებოდა რომ დარღვეულიყო ერთა ლიგის მიერ ცნობილი იყო საქართველო ერთნო საქართველოს რაღაც მოხავთ კიდეც რუკა იქ არის რაღაც კატიტებული გაბერილი საზღვრები რომ თურმე ერთა ლიგას უცნია არავით არის მაგდაგვარი არ ყოფილა ერთა ლიგა 54 სახელმწიფო ჩამოყალიბდა და 33-მა ერთა ლიგას დაუჭირა მხარი ჩამოყალიბებისთვის და 13-მა სახელმწიფო ნეიტრალური პოზიცია დაიჭირა საერთოდ არ მიდიოდა საქართველოს საკითხის და ტერიტორიული მთლიანობის ამ იმაში იქნება და იმ საზღვრებში იქნება თუ ამ საზღვრებში იქნება საერთოდ არ იყო იქ განხილული ესე ძალიან დიდ ტყუილი არის მოჩმახული რომ ერთა ლიგას როდეს მეუწევს ერთა ლიგა ვერასოდეს საზღვრებს ვერ ადგენს საზღვრებს ადგენენ მხოლოდ სახელმწიფოები და სახელმწიფოებს შორის მოლაპარაკების შედეგად ხდება საზღვრების დადგენა და ერთა ლიგას ამას არავინ არ აკითხებდა ესეც დიდი ტყუილი არის ხოლო შემდეგ თავიანთი ნაცოდვილარი და გაუბედურებული ქვეყანა რაც შემდეგ რაშიც ჩააგდეს შემდეგ იოსებ სტალინს გადააბრალეს ეს ყველაფერი ეგერ 18-დან 21 წლებში დაიკარგა მთლიანად ის ტერიტორიები გადაეცა ხო ვისაუბროთ ტერიტორიებზე გამნიშნელოვანია 18-დან 21 წლებში მოხდა საქართველოს ტერიტორიების დაკარგვა 18-დან 21 წლებში ესე იგი ავტონომიების შექმნის სახით იმიტომ 1920 წელს იყო, როდესაც ფაქტიურად ნოე ჟორდანიამ უღიარა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა. რომ დენიკინის შემოჭრა ხდებოდა უკვე იქიდან და გაგულისებული დენიკინი უკვე აღარ კმარობდა ამ ყველაფერს და უკვე საქართველოში შემოჭრაზე იყო აქ საუბარი და 18-21 წლებში ნოე ზაც დაიკარგა დღეს იოსებ სტალინს უაბრალებენ ამ ყველაფერს და Facebook-ებზე და იმაზე რო არის გამოქვეყნებული და ამან იმის სტალინის გადაწყვეტილებით იმას ქნეს და ამას ქნეს და თუმე და ეს ყველაფერი იყო ჟორდანიას პერიოდში ხალხო იცოდეთ რა 18-21 წლებში იქნა საქართველოს დოკუმენტები მეტყველებენ კაცო ეს ის კი არ არის დამალული და დაფარული უბრალოდ ხალხმა არ იცის ფართო საზოგადოებამ არ იცის აი მე რა მინდა ახლა მასალა თქვა ჩემო ვაჟა რომ ესე იგი მე უბრალოდ შეკითხვის სახით ვსვავ და ვუსვავ განსაკუთრებით იმ ადამიანებს რომელიც ასეთი აგრესიით არიან სტალინის მიმართ ხალხო ერთი გამაგებინეთ რა 45 წელში ომი დამთავრდა თუ არა ქლუხორისა და ახალხევის რაიონები გადამოულოცა სტალინმა საქართველოს შემოუერთა ეგ ტერიტორიები აღარ ვლაპარაკობ ავტოკეფალის აღდგენა აღარ ვლაპარაკობ უკვე ესე იგი რამხელა ღვაწლი გაიღო იმან საერთოდ ქართული ენათმეცნიერებისათვის საქართველოს წეღარო ახსენე ისტორიის წარმოჩენა ახლა იგივე გიორგი სააკაძის და იგივე სხვა ჩვენი დიდი ბრძოლების და გმირების და იმის რა თქმა უნდა და ივანე ჯავახიშვილის, ნიკო ბერძენიშვილის, სიმონ ჯანაშიას სწორედ ამ კუთხით მისცა დავალებები მიიღეს ფაქტიურად დავალებები მიიღეს და ვისაც გაინტერესებთ ახლა დღეს გამოსული ამ წიგნს საქართველოს ისტორიის წიგნს ქვია დატუსაღებული ისტორია თუ რაღაც ესე ჩხიკვაძეების გვარმა გამოკეთილი საქმე გააკეთა და გამოსცა ეს წიგნი ეს არის ივანე ჯავახიშვილის სიმონ ჯანაშიას და ნიკო ბერძენიშვილის ავტორობით გამოსული წიგნი სასკოლო სახელმძღვანელო ხალხო სკოლაში ასწავლიდნენ როდესმე დიდი ყოფილა საქართველო რომ საქართველოს იყო კაბადოკია საქართველოს იყო წეღან ბესომრო ბრძანა ტრაპეზონის იმპერია რომ ქართველები უხსოვარი დროიდან დასახლებული იყვნენ პირენის ნახევარკუნძულზე სანამ ესპანელები მოვიდოდნენ იტალიაში
იბერიულ კოლხური ტომები იყო, სანამ ეტრუსკები მოვიდოდნენ, სანამ პელაზგები მოვიდოდნენ, იბერიულ კავკასიური ტომებით იყო მთელი საბერძნეთი, მთელი ჩრდილოეთი ალჟირი დასახლებული. ლაზები, ჭანებით. ლაზები, ჭანებით. ამას ასწავლიდნენ, რომ ოდესმე დიდი ყოფილა საქართველოს. სტალინის პერიოდში. დიდმურმან ლებანიძეს რო აქვს ლექსი. აი სტალინის პერიოდში 1942-1953 წლების სტალინის სიკვდილის შემდეგ ნიკიტა კირშმა იგივე ხრუშოვმა აკრძალა ეს სახელმძღვანელო და ახალი დააწერინა და ახალი მაშინ უკვე აღარც ივანე ჯავახიშვილი. და უბრალოდ კითხვის სახით მინდა მე მიმართო ხალხს რომ ხალხო ეს ყველაფერი აი ამის გამკეთებელი კაცი შეიძლება და საქართველოს მტერი ყოფილიყო, ეკლესიის მტერი ყოფილიყო, რელიგიის მტერი ყოფილიყო და იმას ეკლესიები ენგრია. როგორ შეიძლება ადამიანი ქვეყანას ეკლესიებს უნგრებდე და ტერიტორიებს უერთებდე? შეიძლება ასეთი რამე, რომელ დამპყრობელს გაუკეთებია ჩვენთვის ასეთი რაღაც კაცო, რომელმა შემოგვიერთა ტერიტორიები, თემურლენგმა, შაჰ-აბასმა შემოგვიერთა, შაჰ-თამაზმა თუ მურვანყრუმ, რომელმა შემოგვიერთა ტერიტორიები. ესეთ საქციელს რო ადამიანი ჩაიდენს, ესეთი კუთხით რო არის ქვეყნისადმი გამსჭვალული, შეიძლება იმ ადამიანს შენ დემონი უწოდო ანტიქრისტე უწოდო, ბოროტი გენია უწოდო და რა ვიცი რაც ყველაფერი არსებობს, უბედურება და შხამი ამ კაცზე არის გადმოფრქვეული. ნუ ნეტარარიანო გდევნიდნენ როგორც უფალს აქვს ნათქვამი. ახლა მე მინდა უბრალოდ დეტალებში აღარ ვამბობ იმ უკვე აყვავებულ საქართველოში რაც სტალინმა ფაბრიკა ქართლის როცა თურქები შემოდიან ასკერები რო ახსენა აგერ და სადღაც აბასთუმათან 2 კილომეტრში საზღვარს უდებენ საქართველოს რომ მთელი ფაქტიურად სამხრეთ საქართველოს აჭარა გურია მიაქვს თურქეთს. სკოლის მოწაფეებს თურქეთში დღეს ასწავლიან რომ აჭარაც კაცო იყო თურქული ტერიტორია და ეს თურმე ოკუპანტმა ქართველებმა და დამპყრობელმა ქართველებმა წაგვართვეს და აჭარა იყო თურქული მიწაწყალი. კაცო სასწაული რა არის, ნუ თუ იქ არავინ არ ადგენდა და არ ეუნება სიცოცხლით მაგას მაინც იქ როგორ ამბობენ რომ კი მაგრამ მე-3 და მე-4 საუკუნეში და მე-5 საუკუნეში თურქეთი რო საერთოდ არ არსებობდა ამ ქვეყანად იმ პერიოდში. იმ დროს ჩვენ რო არ ვარსებობდით, თან ქრისტიანებიც ვიყავით და ქრისტიანულ ტაძრებს ვაგებდით. ეს კითხვა მაინც დაუსვან, როდის ვიყავით მოსწავლეები ადგნენ ან მასწავლებელი ან დირექტორი და დაუსვას თავის ხელისუფლებას აი ერდოღანს კითხოს. პატივცემულო პრეზიდენტო, ქრისტიანები როდის ვიყავით, ეს ტაძრები ქრისტიანულია. ეს ხო არ არის მე-19 და მე-20 საუკუნეში ბინადმშენებლობები ხო არ არის? დავით გარეჯისა. მაგისი არ იყოს კი. როდის ვიყავით ჩვენ ქრისტიანები, კაც? როგორ არის აჭარა, როდესაც აჭარა კი არა, მთელი აქეთი მხარე, მთელი სამხრეთ შავი ზღვისპირეთი ქართული ტაძრებით არის ავსებული და ჩვენ იმ დროს ქრისტიანები ვიყავით და მე მუსულმანთა რჯულზე გადავედით თუ რა ხდებოდა. ეს კითხვა მაინც ვინმე დასვას. ჩვენგან მაინც დასვან, კაცო. ჩვენგან თურქი ხალხის ძმობა გვეუბნებიან 10 საუკუნოვანიო. კარგით ხალხო ბოლოს და ბოლოს როდის იყო თურქეთი ჩვენი ძმა და მოკავშირე და მეგობარი ძმადნაფიცი? სად ქართველი და სად თურქი ხალხის ძმობა? 6 მილიონი ქართველი იქნა განადგურებული და მოსპობილი მარტო თურქობასთან ბრძოლაში. დაახლოებით გამოთვლელი მაქვს 985 წლის მანძილზე. არა ფარსლანიდან მოყოლებული ეგე ჟორდანიას თამადობით რო ვახსენე ბათუმშიც რომ იყვნენ შემოსულები. 6 მილიონი ქართველი მარტო თურქობას შეეწირა. ეს იყო როგორც ბრძოლები, ასევე გადასახლებები და მონად გაყიდვა სტამბოლის ბაზრებზე. მარტო თურქული იმას. ეხლა მე კიდე ცოტა თუ დაგვრჩება დრო, აი უბრალოდ რომ ცოტა განვამტკიცო ჩემი ისა ვიდეო მასალა. 9 წუთი გვაქვს კიდე და შეგვიძლია ჩავეტიოთ როგორმე აი ვიდეო მასალა გავუშვათ რეალური ქართული სახელმწიფო 18-21 წლებში როგორ არსებობდა. ყოველდღიური ცხოვრება იმ დროინდელი საქართველოში. ხო ვიდეო გავუშვათ რა. დემ რესპუბლიკის კადრებს რო უყურებ ვიდეო კადრებს, ხო? არის აი ძალიან მიმზიდველია. რომანტიკი. ძალიან, იმიტომ რომ ნუ აი შევარდენის ვარჯიში, იქ ზეიმი, იმ პერიოდის ჩაცმულობა, თბილისის ქუჩები, იქ რა ქვია, ტრამვაი და ასე ძალიან მიმზიდველია, მაგრამ ამ კადრების უკან არ ჩანს რეალურად როგორ ცხოვრობდა იმ პერიოდის საქართველო და ან კონკრეტულად თბილისი, რომელიც იყო უზარმაზარი გავლენა ქონდა მთელ ამიერკა კავკასიაში, საქართველოს დედაქალაქი არის, ომაში. მაგ გაგებთ ნიშნულობითა და გავლენა.
და ამ გაზეთებიდან და სხვადასხვა მემუარებიდანაც შეკრებილი მასალა იძლევა ძალიან სავალალო სურათს იმ პერიოდში ცხოვრობდნენ საქართველოს და კერძოდ თბილისში. აი აბსოლუტური კატასტროფა. აი მაგალითად თავარ გამზირზე სიტყვაზე ერთი კვირის განმავლობაში ეყარა ცხოველების ლეში. არავინ არ იმასებობდა ამას ყურადღებას არ აქცევდა, არავინ არ ასუფთავებდა. იყო საშინელი ანტისანიტარი. და ბავშვები თამაშობდნენ ლეშთან. ესე წერია. აი ძალიან ნებისმიერ ეზოში რო შესულიყავით, ნებისმიერი ეზო იყო ფეხსალაგად ქცეული. ანუ რო წარმოიდგინოთ მთლიანად აი ქალაქის ყოფა იყო მოშლილი. აბსოლუტურად და არა კანალიზაცია წესიერი, არა ნაგვის გატანა, სოციალური რაღაც აი ეს მაგალითს მოგიყვანთ მაგალითად რომ ეს სცენარში არ არის ვიდროთ იქიდან ამოკითხულიდან ვიცი რომ ტალონები იყო რაღაც გარკვევლებას ტალონები იყო როგორ დონეზე იცით რომ აი მაგალითად ფეხსაცმელზე იყო ტალონი და მოქალაქეს შეეძლო მხოლოდ ორ თვეში ერთხელ ისულიყო და აიღო ფეხსაცმელი და თუ ის ზომა იყო თან გასაკვირველი ანუ ყველაფერზე შეზღუდვა იყო. მაგალითად 8 საათის მერე ითიშებოდა ელექტრონი იმ პერიოდეს. გაჩერებული იყო თითქმის ყველა საწარმო. მე ხა ძალიან აპოკალიფსის სურათს ვხატავ, მაგრამ მართლა ესე იყო. რომ გავიხსენოთ მაგალითად ჩვენი ყოფის 90-იანი წლები ზუსტად იგივე იყო. ხო ვიცი, ვისაც გამოუცდია და იმ პერიოდში ცხოვრია თითქმის ანალოგია, მაგრამ მაშინ უფრო მძიმედ ჩანდა ეს ყველაფერი და საწარმოების უმეტესობა იყო გაჩერებული და ვინც მუშაობდა იმისთვისაც ხელფასი ძალიან რთული გასაცემი იყო. აი მაგალითად ერთ-ერთი დორბა იყო ესეთი გაზეთი. იქ წერია რომ ერთ-ერთი ეკლესიაში, პეტრე-პავლეს ეკლესიაში, სადმდებარეობდა მაშინ ეს არ ვიცი, მაგრამ ერთ-ერთი ეკლესიაში გალობელთა გუნდი გაიქცა. იმის გამო რომ ხელფასს არ უხდიდნენ და გალობის ნაცვლად მსახურების დროს მოგვეცით ხელფასი ღმერთო მოგხედა. აი ამას გავუბდო. ეს კიდევ რა, ესე მდგომარეობა, ამას კიდევ ემატებოდა კატასტროფული კრიმინალური მდგომარეობა. აი რაღაც ენით აუწერელია. იმ პერიოდის გაზეთებს გადახედო. აი ცხოვრება აღარ მოგინდება, ანუ სახში უნდა იჯდება პრინციპში, თორე ქალებს გასვლა იყო საშიში. ეს შტაბისკლება დამჭი. შეიძლება უბრალოდ გაზეთი კონცენტრირებულად აქვეყნებდა ესეთი ტიპის ინფორმაციას. რადგან უფრო მიმზიდველია, მაგრამ რაღაც რეალობასთან ცოტა ახლოს ალბათ იყო. იმიტომ რომ აი 1919 წლის გაზაფხულზე, აი ამ კრიმინალურმა მდგომარეობამ თავის X მიაღწია. და რაში გამოიხატებოდა ახლა ეს? მასობრივად ხდებოდა გემების და მატარებლების ძარცვა. ეს რო წარმოიდგინოთ რა არის, აი მაგალითად სიტყვაზე რასაკეთებდნენ მატარებელი. ჩვეულებრივ სამგზავრო მატარებელი არის, რომელიც მოდის მაგალითად ახალსენაგიდან თბილისში, ან ფოთიდან თბილისში, სადაც გამდიოდა ეს სარკინიგზო ფაზი. ლიანდაგებს ხვრიდნენ სადმე, აი დღესთან ახლოს, სადაც თავსაფარებდნენ საჭარები, ლიანდაგებს ხვრიდნენ ორთქმავალი გადადიოდა რელსიდან, ზედ მიყვებოდნენ ვაგონები და სადაც 70-100 კაციანი ბანდები იყო, რომელიც შეესევებდნენ მატარებელს და პირწმინდად ძარცვავდნენ. ყველა მგზავრო ჩამოყავდათ, აი დედიშობილად ტოვებდნენ რა პრინციპში. და აი ესე იძახებოდა ეს მატარებელი, ეს ვარ სტრატეგიული დანიშნულების ხაზია, სადაც სახელმწიფო მარაგდება ყველანაირი ფოთის სპორტიდან მაგალითად სიტყვაზე და ამის გამო იყო ხოლმე შეფერხებული. საქმე იქამდე მივიდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოსცა სპეციალური ბრძანება, რომ მატარებლებს, ანუ ეს ერთი თვის განმავლობაში მაგალითად 5-6 ესეთი შემთხვევა ხდებოდა ხო. სპეციალური ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვით ყოველ მატარებელს დაყოლდა გვარდიის და არმიის სპეციალური განაყოფები და შემდეგ იმართებოდა ნამდვილი ბრძოლა. სადაც აღწერილია, რომ მოკლულია 5 ყაჩაღი რამდენიმე დაიჭრა და ასე შემდეგ. აი 1 საათი მიდიოდა მაგალითად ერთ-ერთ სადგურზე ახლა მოგონი კავთისხევი იყო. 1 საათი მიდიოდა ნამდვილი ომი. ნამდვილი ბრძოლა იყო. ეს რაც შეეხება რკინიგზას. კიდე უფრო აი გამაოგნებელი იყო გემების და
ეს სამგზავრო ხომალდები, რომლებიც აი ძირითადად თურქეთის მიმართულებით კურსირებდნენ და ფოთიდან და ბათუმიდან რო გადიოდა, მეთოდი ქონათ ესეთი. მგზავრებში შეერეოდა, ბანდის წევრები შეერეოდნენ, სადღაც 12-15 კაცი იარაღით, მაშინ რომელი კონტროლი იყო, ახლა იარაღით არ შეეშვათ გემზე და ესეც არ არსებობდა. თავისუფლად დადიოდნენ, ეკიპაჟის წევრებს ატყვევებდნენ და შემდეგ აი მთლიანად ძარცვავდნენ გემს. და შემდეგ ამას რომ მორჩებოდნენ, სიგნალს აძლევდნენ იქვე, ანუ შუა ზღვაში კი არ გადიოდნენ. მასწრებდნენ მანამდე ძარცვას, სანამ გემი ჯერ კიდე ნაპირთან ახლოს იყო. სიგნალს აძლევდნენ, იქიდან შემდეგ ნავი მოდიოდა და ვიყავდა ეს. მიყვარდა ეს, კი იზარცვებოდა ეკლესია, შემოქმედის ეკლესია იყო, მაგალითად. მაგალითად სიტყვაზე გოლოვინის გამზის რუსთავის, სადაც მდებარეობდა სახელმწიფო ხაზი გაზეთის მიხედვით. წარმოვიდგინეთ განუკითხავების დონე, თავს დაესწრო ბანდა, რინას და იქიდან გაიტაცეს ჯერ კიდევ გუმბაში არ გაშვებული 10 ბონიანი კუპიურები. იმ ხელას არ არის მიიღო სახელმწიფომ, რომ ამ კუპების მოქცევაში ვერ დაუშვეს უბრალოდ. ეს ხო ის უბრალოდ ის არ არის რაღაც ფართლეულის მაღაზია შეხვიდა და უბრალოდ გამოიტანა. აი მე ვიძახი დონეს რა, დონის კრიმინალი იყო, რომ სახელმწიფოს ერთ-ერთ ესეთი ინსტიტუციას თავისუფლად ძარცვავდნენ. იგივე გოლოვნის გამზის ერთ-ერთ სარდაფში იყო აი სტამბა მუშაობდა ამ ყალბის ბეჭდაზე, აი რა ვიცი, დღეში უშვებდა რამდენიმე მინიმუმს. და უბრალოდ იმიტომ მიაგნეს ამ სტამბას, რომ მაცხოვრებლები შეწყვეტდნენ ღამე ხმაურისაგან სტამბის გუგუნისა. ესეთი სიტუაცია იყო. კრიმინალის თემას რომ მივყვეთ, აი არ არსებობდა აი არავითარი მორალი, რაღაც აი შეზღუდვა, ყველაფერზე მიდიოდა. მაგალითად, გაძარცვეს გალაქტიონ დაბიზე, იციან დაბიზე. პალტოს და ფუხტუց წვიდნენ პირდაპირ ქუჩაში. ერთ-ერთმა მძარცველმა მოახერხა ქალაქის თავს ბენია ჩხეკვიშვილის სახლის გაძარცვა და იქიდან პალტო წაიღო, მაგალითად. ამაზე ძალიან შეშფოთებით წერდნენ გაზეთებში. რომ რაღაც ეს ქალაქის თავის ბინას კი ვერ დაგვიცვია. ესეთ პათოსი. ადამიანის გატაცება გუნსასწრების იყო, აი ჩვეულებრივი ამბავი იყო იმ პერიოდში. იტალიელები ტოვებენ კავკასიას და მატარებლით მიემგზავრებიან ფოთისა და ბათუმის მიმართულებით, სადაც ხდება მათი ევაკუაცია. და ბრიტანელ ოფიცერთან კავშირი ქართველი ხალებისთვის მაშინ იყო ძალიან მიმზიდველი, თვალსაზრისით ფინანსურად ძალიან მომგებიანი იყო ეს ამბავი. და როდესაც დადგა ეს მომენტი, როდესაც ევაკუაცია იწყება, სპეციალურად ბრიტანეთის ჯარების ეშელონს ბოლოში ერთი ვაგონი დაუმატეს, სამგზავრო ვაგონი დაუმატეს, სპეციალურად მეუღლეებისთვის, ბრიტანელი ოფიცრების მეუღლეებისთვის. და სცენა წარმოიდგინოთ ესეთი არის, რომ ეს ქართველი ქალბატონები ზიან ამ ვაგონში, ემშვიდობებიან თავის მეზობლებს, ახლობლებს, რომლებიც მოვიდნენ გასაცილებლად, ბრიტანელი ოფიცრები გამწკრივდნენ ბაქანზე, დაუკრა მუსიკამ და შემდეგ იმ ვაგონში არ შეიძლებოდა მათი ასვლა, იმიტომ რომ თავიანთ ნაწილებთან და თავიანთ ჯარისკაცებთან მოყოფილიყვნენ ოფიცრები, შევიდნენ ამ ვაგონებში, მატარებელი დაიძრა და ვაგონი დარჩა, ის ვაგონი დარჩა, რომელიც ქართველი ცოლები, ასე ვთქვათ, იყო.